მოგესალმებით ყველას. დღეს უნდა დავდგა ნაძვის ხე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ჩემსავით გიყვართ ეს ძალიან მაგარი პროცესი. წელს გადავწყვიტე, რომ ცოტა განსხვავებული ნაძვის ხე მქონდეს წინა წლებთან შედარებით, როგორც არასოდეს არ მქონია. რაღაც კონკრეტული მოდელის მიხედვით არ ვაკეთებ, უბრალოდ ჩემს ფანტაზიაში და წარმოსახვაში როგორიც წარმომიდგენია, იმედი მაქვს, რომ ისეთი საყვარელი გამოვა. გადავწყვიტე, რომ გავაკეთო მინი მაუსების ნაძვის ხე რბილი სათამაშოებით და ვარდისფერ თეთრ ფერში. უნდა ვიყიდო ვარდისფერი სათამაშოები, ახლა წავიდე მაღაზიაში. თეთრი სათამაშოები მაქვს წინა წლებიდან, უფრო თეთრი ნაძვის ხე მქონდა ხოლმე და უნდა გადავაკეთო ეს სათამაშოები და გადავაქციო მინი მაუსებად, ყურები დავუმაგრო. ამ ყველაფერს აუცილებლად გადავიღებ და განახებთ. ახლა მივდივარ მაღაზიაში ვარდისფერი სათამაშოების საყიდლად. კიდევ უნდა ვიყიდო თოვლის ეფექტი, რომ ნაძვის ხეს მოვაყარო და უფრო თეთრი გავხადო. კი აქვს მაგრამ მინდა რომ შედარებით თეთრი იყოს. შემდეგ მოვალთ და დავიწყებ უკვე მორთვას ნაძვის ხის. წელს სამწუხაროდ სანდრო ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამერიკული სამხედროების წვრთნებში იღებს ხოლმე მონაწილეობას და ორი კვირით არის წასული ჩრდილოეთ კაროლინაში და რომ დაბრუნდება და ხვდება ძალიან ლამაზი ნაძვის ხე. დედა დამეხმარება, რა თქმა უნდა და ანისიასაც მივაღებინებ მონაწილეობას და ესე ერთ პატარა მინი მაუს დავაკეთინებ ნაძვის ხეზე. ძალიან მაინტერესებს თქვენს მოგეწონებათ თუ არა და პირველ რიგში მე მომეწონება თუ არა, იმიტომ რომ წარმოდგენა არა მაქვს რა გამოვა და დარჩით ჩემთან ვიდეოს ბოლომდე. ძალიან გამახარებთ თუ გამოიწერთ არხს. წავედით ახლა მაღაზიაში და გათვალიერებინებთ რა სილამაზეები იყიდება. პირველ რიგში უნდა ვიპოვო ხელოვნური თოვლი ჩემი ნაძვის ხისთვის. აი ესეთი რაღაც მჭირდება კედლისთვის, მაგრამ ეს არ მომწონს. ცოტა უფრო ფუმფულა მინდა ეს. ყველაფერი დაცარიელებულია უკვე. რამდენი სათამაშოებია, ძალიან ბევრია, ესე ჩაყრილი და უნდა ამოარჩი. ძალიან იაფიღებს, სხვათა შორის, აი ეს არის $1 თუ $1.50, ხო, $1.50 იღებს. რა ლამაზია, ნახეთ. ეს რა საყვარელია, პატარა ანისია. ეხლა თაგვის წელია, თუ ეს თაგვები რატო იყიდება ალბათ ხო? ყველაზე მეტად საშობაო განწყობას მიღვიძებს აი ეს მანქანა ნაძვის ხე რომ ადევს თავზე. ვარდისფერი სათამაშოები სამწუხაროდ არ არის, არც თოვლი არ არის და გადავწყვიტე რომ ვიყიდო ჩვეულებრივი საღებავი სპრეი თეთრი და იმით შევღებო YouTube-ზე ვნახე და ძალიან კარგად ღებავენ და უნდა წავიდე სხვაგან და იმედია იქ მაინც ვიშოვე ვარდისფერ სათამაშოებს. ჯერ ადრეა შობამდე, მაგრამ თითქმის აღარაფერი აღარ დარჩა გასაყიდი. აი ეს არის ზუსტად რაც გჭირდება. აი ამას ქვია პოპკორნის საღებავი და ისეთ ეფექტს ტოვებს პოპკორნივით კედელზე. და ამას გამოვიყენებ ჩემი ნაძვის ხისთვის. და მჭირდება ესეთი spray paint თეთრი.
ჯერ ამით შევღებავ და მერე დავასხავ იმ პოპკორნს. ისინი ღირს $30. ძალიან რეალისტური, ანუ რეალურს გვაქვს ძალიან, მაგრამ არ არის. აი ეს მომეწონა ძალიან თან აქვს ნათურები ზედ და ისიც საკმაოდ კარგი აქვს. 50%-იან ფასდაკლებაზეა, ალბათ ამას ვიყიდი. ვარდისფერი სათამაშოები ვიპოვე. ამას ავიღებ ალბათ და ახლა მოვძებნი კიდევ პატარებს, რომ გავაკეთო ყურები. პატარებიც ვიპოვე. ვარდისფერებს ავიღებ 5 დოლარს. და ზუსტად ის პირები რაც ჭირდება. ისი დავაფინე ახლა ქვემოთ, ვარ დაისვეროს დავახი და უნდა შევხება. ვიყიდე ესეთი სპრეის აღებავ და იმედი მაქვს, რომ კარგად გამოვა. გაგეცლება ალბათ. პირველ რიგში დავიწყებ მინი მაუსის სათამაშოების გაკეთებას. ეს ჩემი ვარდისფერი სათამაშოები, რომლებიც ძლივს ვიშოვე. და ეს არის თეთრი წინაწლის სათამაშოები. ამასაც რამეში გამოვიყენებ. ეს დასაკიდები სათამაშოების. მაქვს წებო და აი ესეთი საყვარელი მინი მაუსები უნდა
გავამზადო. ესეთ პატარა ბანტებს ვუკეთებ სეთ. რამოდენიმე უკვე გავაკეთე, როგორც ხედავთ, მე მგონი ძალიან საყვარელი გამოდის, ხო? ძალიან მომწონს, ნახეთ რა საყვარელია. ასევე ამ თეთრი სათამაშოებისთვის გამოვიწერე Amazon-დან ესეთი აბადოკები. ძალიან იაფი ღირდა, $14 ღირდა, 12 ცალი. ეს ბანტები უნდა მოვხსნა და აი ესე გავუმაგრო თეთრ დიდ სათამაშოებს. აი ჩვენი მინი მაუსები. რამდენი გვაქვს? ეს არის 9 ცალი პატარა. აქ გვაქვს ესეთი 3 ცალი შედარებით დიდი მინი მაუსი და ეს არის სკამი. ძალიან საყვარელი, რომელიც baby shower-ზე აჩუქეს ანისიას. და ვნახოთ როგორი გამოვა, მე მგონი ძალიან საყვარელი გამოვა ეს ყველაფერი ერთად. ნაძვის ხეთ შემოვიტანე საწყობიდან. აი ხა ცოტა გასესწორებელი აქვს ტოტები შენახვისგან დაიჭმუჭნა, ასე ვთქვათ და ამას მოგვიანებით მორთვის წინ შევასწორებ. მოვახევ და დიდ სათამაშოზე დავაწყებ. გადავწყვიტე რომ ეს სათამაშოები, რომლებიც დამატებით გავაკეთე პატარები, დავამაგრო ჩემს გარლანდზე 3 ცალი. აი ესე და დანარჩენი მოვერთე უკვე ვარდისფერი სათამაშოებით, რაც მაქვს დარჩენილი. კამერაში თუ იყურება ხოლმე. აი შეთამაშე დედი. შენ გინდა რომ მორთო დედიკო? აი მე ჩემი ფიჯინიერება, ჩემი სიცოცხლე. კოდი. აი ესეთი გამოვიდა, ვფიქრობ მეტი აღარ უნდა რომ ძალიან გადაჭედილი არ იყოს და გადაჭერთული სათამაშოებით, მე მგონი კაია. განათებაც რომ აინთება, ძალიან ამისი გამოვა მივწევს. ამ სამაგრებს ახლა დავამაგრებ კედელზე და აქ დავკიდებ ჩემს გავლენს, ქართულად რა ქვია, არ ვიცი, თაღი.
ცოტა არ იყოს დავიღალე, ხა უნდა შევისვენო და ამასობაში მინდა შეგახსენოთ იმ გათამაშების შესახებ, რომელიც მქონდა ჩემს წინა ვლოგში, მადლიერების ვლოგში, ვათამაშებდი 3 ყუთს, სადაც იყო კოსმეტიკის ნაკრები და ეხლა მინდა თქვენთან ერთად გამოვავლინო გამარჯვებულები, ავარჩევ ჩემს 3 გამომწერს კომენტარებიდან, შემთხვევითობის პრინციპით და შემდეგ უკვე განახებთ თუ რა მექნება დღეს თქვენთვის საჩუქრად. მოდი ხა დავიწყებ, შევალ ჩემს არხზე და თქვენთან ერთად ავარჩევ 3 გამარჯვებულს. შევედი სპეციალურ საიტზე, სადაც მაქვს საშუალება, რომ გამოვავლინო YouTube-ის კომენტარებიდან შემთხვევითობის პრინციპით გამარჯვებულები. დავაკოპირე ჩემი ვიდეოს ლინკი და ჩავტვირთებ კომენტარებს. 3629 კომენტარი ჩაიტვირთა და ვნახოთ ვინ გახდა პირველი გამარჯვებული. პირველი გამარჯვებული გახდა მია. აუ რა მაგარი გათამაშებაც, მიყვარხარ ძალიან, სულ გიყვარებ და ძალიან მინდა გამარჯვება. არასდროს არაფერი მომიგია და იმედია გავიმარჯვებო. გილოცავ მია, შენ გახდი ჩემი პირველი გამარჯვებული. აუცილებლად მოგნიშნავ კომენტარებში და შევინახავ ახლა შენ სახელს, რომ არ დამეკარგოს. და ვნახოთ ვინ გახდა მეორე გამარჯვებული. მეორე გამარჯვებული გახდა ნინი კოკოშვილი. ამ საოცარი დღის უსაყვარლესი ვლოგია. ესეთი კომენტარი დაწერა ნინი. გილოცავ ნინი, შენ გახდი ჩემი მეორე გამარჯვებული. შენც აუცილებლად მოგნიშნავ კომენტარებში, წარმატებებს გისურვებ და მესამე გამარჯვებული გახდა მარიამ ბურდული. ძალიან მინდა მოგება, არასდროს არაფერი მომიგიაო. მარიამ გილოცავ, აი დღეს გახდი შენ ის იღბლიანი და გაგიმართლა, გახდი მესამე ყუთის მფლობელი და გილოცავთ კიდევ ერთხელ სამივეს გამარჯვებას, მოგნიშნავთ ყველას, დამიკავშირდით თქვენ თვითონაც და გამოგიგზავნით ძალიან მალე თქვენს კუთვნილ საჩუქრებს. წინა გათამაშების სამივე გამარჯვებული უკვე გამოვავლინე, გილოცავთ სამივეს კიდევ ერთხელ და ეხლა დრო არის განახოთ თუ რას გავათამაშებ დღეს. წესები იქნება იგივე, ზუსტად უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარი, ნებისმიერი, უფრო კარგი იქნება თუ სიტყვიერი იქნება ეს კომენტარი, იმიტომ რომ მხოლოდ ერთ ემოჯის არ აღიქვავს ხოლმე, ემოციას არ აღიქვავს ხოლმე ზოგჯერ YouTube კომენტარად, ამიტომ უბრალოდ რაიმე სიტყვიერი კომენტარი დატოვეთ, მოიწონეთ ვიდეო და მე ზუსტად იგივენაირად შემდეგ ვლოგში გამოვავლენ ამ ვიდეოს გამარჯვებულსაც და გადავცემ აი ამ საჩუქარს, რადგან ესეთ მინი მაუსის თემის ირგვლივ ტრიალებთ, ესეთი შეფუთვა გავაკეთე მინი მაუსის და ეხლა განახებთ რა დევს ამ ყუთში. ეს გავათამაშებ აი ამ ულამაზეს თვალის ჩრდილების პალიტრას, რომელშიც ულამაზესი ფერებია. ეს არის თვალის კრემი, აქ არის ტუჩსაცხი, აი ესეთ ფუნჯების ნაკრებს, ვიცი რომ ფუნჯები ძალიან უნდა ყველას და აქ არის სახის ნიღაბი და თვალის პაჩები. აი ამ პრიზებს გავათამაშებ დღეს. წესები იქნება ისევ უცვლელი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი და უნდა მოიწონოთ ვიდეო. ისურვებთ ყველას წარმატებას. მინი მაუსები ახლა უნდა გავანაწილო, თანაბრად, ყველა მოვათავსე და მოვასკუპო ნაძვის ხეზე, ой, ვირა საყვარლები არიან. ტადამ! აი ესე უნდა მივშვა, აქ, ისი დავკიდო. ხო დედიკო. და კიდევ აქ დიდი მოხდება ხო მე მგონი ანისიაც
Leo, Didiko. Ხავათებ შუქებს ნაძვის ხეს და ნახოთ როგორი იქნება. Როგორ მოიწონა ნაძვის ხე. Didiko მოიწონს. როგორ უყურებს თოლის სერიალებს. Didiko. ესეთი ლამაზი გამოვიდა ჩვენი ნაძვის ხე, ძალიან მომწონს, მე უსაყვარლესია მგონი. თქვენი აზრიც მაინტერესებს, რას ფიქრობთ, მოგეწონათ თუ არა და რა აზრის ხართ საერთოდ ესეთ გადაწყვეტილებაზე, რომ ეს რბილი სათამაშოებით გავაკეთე წელს ნაძვის ხე. მე დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, დაგემშვიდობებით, როგორ თქვი. ძალიან გამახარებთ ჩემს სახს თუ გამოიწერთ, Instagram-ზეც დამიმეგობრდით, გათამაშების შესახებ არ დაგავიწყდეთ, მიიღეთ მონაწილეობა. და დროებით